მამების დროში გამორიცხულია ნათია ფანჯიკიძეს და გურამ ფანჯიკიძეზე არ ვთქვათ. ნაყინები საჭმელად თუ დადიოდით ერთად ფეხბურთით ყვილად არ ვახსენე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია ფორცა იტალია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველას ოჯახში იქნებოდა. სასწაული წიგნია, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა Google, არ არსებობდა Wikipedia, არ არსებობდა არაფერი და არსებობდა გურამ ფანჯიკიძეს სარკმელი რკინის ფარდის მიღმა. აი, ნამდვილად ეგრე იყო. რამხელა ერთგულებით მოჰქონდა ამბები მკითხველობა. აი, მაგ ყველაფერს გაერღვია ეს პროპაგანდისტული რკინის ფარდა. იცით, აი ესე რომ იჯდა და მიყვებოდა, სხვათა შორის ესეთი ამბის შესანიშნავი მთხრობელი იყო მამამისი ვანო ფანჯიკიძე, ბაბუა ჩემი, რომელიც იყო ზღაპრის ბაბუა, 51-ში იყო ძალიან ცნობილი პედაგოგი და აი ბაბუა იყო შესანიშნავი მთხრობელი. მამა რაღაცნაირად სულ აქტიურად გაჭრილი რაღაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი მოყოლილი ბევრი ამბავი როცა ყვებოდა სუფრაზე თუ ბევრი სტუმრისთვის თუ ბევრი თავის მეგობრისთვის ერთო, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთი დიდი სიამოვნება. და ძალიან ბევრი ესეთი ამბავი, შთამბეჭდავი და პირის დამღები მახსოვს მამისგან. და სხვათა შორის სტადიონზეც დავყავდი პატარა რო ვიყავი და რო გითხრათ ეხლა რომ ბედნიერი ხდებოდი იქ მოგატყუებთ, იმიტომ რომ მახსოვს აი ესეთი შეგრძნებები რომ იფურთხებოდნენ მზესუმზირას და თმაში მქონდა მზესუმზირა, წამოწვივდებოდნენ ეს ამდენი კაცი ერთად იგინებოდა, ერთად ღრიალებდა და ცოტა დაკარგული და შეშინებული ვიყავი და რატო დავყავდი არ ვიცი. ხო და ვერ გეტყვით რომ ეხლა აი იმის მერე სადმე ხმაურში და სტადიონზე გული მიმიწევს თქო ნამდვილად ვერ გეტყვით უფრო სიწყნარის ადამიანი ვარ ზოგადად, მაგრამ თავისთავად მამასთან ყოფნა ძალიან დიდი დღესასწაული იყო ჩემთვის. თვითონ ეგ ამბავი ძალიან მიხაროდა, აი თუ მამა სადმე წამიყვან პატივი იყო რა, მაგრამ გიждდებოდი მამა ჩემს. მამა იყო უცხოეთში, კვიპროსში იყო და სათამაშო ჩამომიტანა, დღემდე მახსოვს ის სათამაშო. სათამაშოები თუ ჩამოქონდა, მაშინ მithumetes საბჭოთა კავშირის სათამაშოები თითქმის არ იყო, მე რაც ვიცი და ევროპული სათამაშოები. არ ჩამოქონდა სათამაშოები, იმიტომ რომ ფულს ხო არ აძლევდნენ. ფული არ ქონდათ და ხო, მამა ჩემი კიდე ის ტიპი არ იყო, რამე გაეყიდა და აი რაღაც ზოგი იყო მოხერხებული ხიზილალები რაღაცები მიქონდათ და ეს. მამა ჩემს ეგეთი რაღაცები ძალიან მოუქნელი იყო, არ შეეძლო, მაგრამ ის ორი კაპიკი რაც მიქონდათ, რაღაცა ძალიან პაწაწინა ფულს აძლევდნენ $31 თუ რაღაცა ეს 31 რატომ ახსოვს არ ვიცი. მაგრამ იყო უზომოდ გემოვნებიანი კაცი და აი შეძლო ძალიან უბრალო ტურისტული სუვენირული რაღაცა ეყიდა, მაგრამ ისეთი ეფექტური, რომ აი ის ძალიან მოჩანდა და აი უფრო მეტად აქცენტს აკეთებდა, ხო ტანსაცმელი გვიჭირდა და აი უცებ შეიძლებოდა რაღაცა ერთი საბჭოთა კავშირში ხო ტანსაცმელი არ იყო წესი სპეკულანტებთან უნდა გეყიდა თუ რაღაც ჩეკების მაღაზიები და რაღაცეები იყო რაღაც საცოდაობა. ხო და აი ეს მახსოვს ძალიან მარტივი რაღაც აქსესუარი რაღაც შეიძლებოდა ისეთი ჩამოეტანა, მაგრამ ძალიან კაშკაშა, ძალიან დამახასიათებელი იმ კულტურისთვის. აი მახსოვს რომ მაროკოდან ჩამომიტანა, მაროკოული ესე ხელით ნაქარგი რაღაც კაბა, ფოტოებიც მაქვს იმ კაბაში გადაღებული, აბსოლუტურად ულამაზესია. ოღონდ არის აი უფრო იმ კულტურის რაღაც და არა ის რომ ნივთი ჩამოიტანა ან რამე. გითხავ ეგეთ საჩუქარი უფრო ჯობს. ნუ მაშინ მაინც ახლა ეს რაღაცა ძალიან ახალს ნახულობდა, რაღაცა ახალი ენერგია მოდიოდა. სტანდარტული ტანსაცმელია ყველგან არის და იმ კულტურისთვის დამახასიათებელი უფრო განსხვავებული და უფრო კარგია.